ამის გაკეთებას რო იყო მიმტევებელი ყოველთვის უპირობოდ ყველასი ნებისმიერ შემთხვევაში ამას ჭირდება ის ქრისტეს დარი და მსგავსი სათნოება, რომელსაც ქვია სიმდაბლე, განუკითხველობა, საკუთარი ცოდვების ხედვა, საკუთარი თავის ადეკვატური აღქმა. გარდა ამისა, როცა ადამიანი არ არის დაკავებული საკუთარი თავის გამოძიებით, საკუთარ თავში ჩაღმავებით, როცა ადამიანი სიმდაბლით არ ცხოვრობს და მას აქვს დეფიციტი საღვთო მადლისა, შესაბამისად ის რელიგიურ ცხოვრებაში ღმერთიდან ნუგეშს ვერ იღებს, საღვთო მადლით ვერ ნუგეშობს, არ ახარებს, არ აბედნიერებს, მაგრამ რელიგიური ცხოვრება აქვს, მოთხოვნილებას აქვს რელიგიური ცხოვრებისა. ასეთ ადამიანს რა გარჩევა? ასეთ ადამიანს რჩება ის, რომ თავის რელიგიური ცხოვრებით მან მიიღოს კაცთაგან პატივი, ღმერთისგან ვერ იღებს. იმიტომ რომ არასწორად აკეთებს, სიმდაბლის გარეშე, მოწამეობრივი სულისკვეთების გარეშე, ეგოისტურად და არა თავგანწირვით. და შესაბამისად მას ნაყოფებს, რადგან ვერ იღებს ღმერთისაგან, ის ნაყოფებს ეძიებს ადამიანთაგან. ამიტომ გვაფრთხილებს უფალი, რომ რაჟამ სიმარხვიდეთ, ნუ იყოფით ვითარცა იგი ორგულნი, მწუხარე, გარეგნულად მწუხარე. რამე თუ განირყვნიან პირნი მათი, ანუ ესე მოწყენილები, რაღაცა ცუდად გამოიყურებიან და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აი ისევ მარხულობ, რომ ცუდად ავარ და აღარ შემილია, რაღაცა ეს განწყობაა. რათა ეჩვენენ კაცთა მარხველად და გვეუბნება უფალი, ამინ გეტყვით თქვენ მიუღებიეს სასყიდელი მათი. აუცილებლად მოხდება ესე, როდესაც ჩვენ გვაქვს რელიგიური ცხოვრება და ღმერთისგან ნუგეშს ვერ ვიღებთ შიგნით, აუცილებლად ეს ჩვენი ბუნება ესე მოქმედებს, ინსტინქტურადაც შეიძლება ასე ითქვას, აუცილებლად მოგვინდება, რომ ნუგეში მივიღოთ ადამიანებისგან. და ეს ნუგეში ძირითადად თვლინდება იმაში, რომ მათ პატივი გვცენ. პატივი გვცენ. შენ რა კარგი მორწმუნე ხარ, რა კეთილი ხარ, რა ქველმოქმედი ხარ, როგორი მარხველი ხარ, როგორი მლოცველი ხარ, ლამის სასწაულმოქმედი ხარ, ან პირდაპირ სასწაულმოქმედის, მოკლედ კარგი ხარ. აი და ამით ნუგეშობს, ეს როგორც აი პარაზიტი რომ არის, ადამიანი პარაზიტი, რომელიც სხვის ორგანიზმზე ზის და იქიდან სასიცოცხლო ენერგიებით იკვებება, აი ესეთ პარაზიტს ემსგავსება ადამიანი, რომელიც პარაზიტირებს ეკლესიის წმინდა სხეულზე, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომელიც მას ტასს უკრავენ, ეკლესიის ორგანული ნაწილნი არიან, როგორც წესი.